გამარჯობა მარია. გამარჯობა. შენ როგორ ფიქრობ, როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი? რა თვისებები უნდა ჰქონდეს კარგ მასწავლებელს? რომ არ გეჩხუბოს შეცდომას რო დაუშვებ და როცა შეგეშლება რამე ან დავალებას ან სკოლაში წიგნი დაგრჩება და ვერ მაგალითად ბუნების წიგნი რო დაგრჩება და ვერ ისწავლი თხრობით გაკვეთილს. არ უნდა გეჩხუბოს ამაზე მასწავლებელი, ხო? შეცდომებზე არ უნდა გვეჩხუბოსო, შენ თქვი. რა არის შეცდომა, აი მარიამ, გვასწავლის რამეს შეცდომა? შეცდომა გვასწავლის, რომ უფრო კარგად ვისწავლოთ. შეცდომა რო დაგვეშვება მასწავლებელმა აგვიხსნას. რატომ ურჩევ ბავშვებს, რომ წიგნები წაიკითხონ? იმიტომ რომ სკოლაში თუ ეზარებათ თხრობით ან კითხვით წაკითხვა, უფრო კარგად ისწავლიან და მალე ისწავლიან თხრობით და კითხვით. წიგნის კითხვა შენთვის სახალისო პროცესია? სახალისო, იმიტომ რომ იქ სასაცილოები არის. როგორი წიგნები მოგწონს? საშიშები, სახალისოებით დაძაბული. ესე იგი თავგადასავლები მოგწონს ალბათ, ხო? რაზე ოცნებობ, მარიამ? რომ ყველა ცხოველი სახლში მყავდეს. ცხოველების თავშესაფარი გინდა? რომელი ცხოველები გინდა რომ გყავდეს სახლში? ლეკვი, ზაზუნა, კურდღელი, თუთიყუში. რას გააკეთებდი ამ ცხოველებთან ერთად? ვითამაშებდი. რატომ უნდა გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო? თუ გიფიქრია ამაზე? იმიტომ რომ სამშობლომ ჩვენ შეგვიქმნა და უნდა გვიყვარდეს, რომ ნაგავი არ დავყაროთ, არ დავაბინძუროთ გარემო და მერე კიდე ჩვენ თვითონ სუნთქავთ და ბუნება კიდე სამაგიეროს გვიხდის მერე. ყოჩაღ მარიამ, ესე იგი შენ ბუნება და ცხოველები განსაკუთრებულად გიყვარს, როგორც მივხვდი, ხო? რას ეტყოდი ბავშვებს, რომლებიც წიგნებს არ კითხულობენ? რატომ უნდა წაიკითხონ წიგნები? წაიკითხონ და ბოლოს განათლებას მიიღებენ და მერე გაუხარდებათ. რაში გამოადგებათ ეს განათლება? რომ მედალი მიიღონ. რატომ უნდა იყოს ადამიანი განათლებული და რას ნიშნავს განათლებული მერე ადამიანი? სამსახური ექნება. ბევრი ფული და მერე ცხოვრებით დატკბება. რას ნიშნავს ცხოვრებით დატკბობა? შენ როგორ რომ უხარია ცხოვრება. და როდის შეიძლება გვიხაროდეს ცხოვრება? როცა რამე გვიხარია და კარგად რო გვგრძნობთ თავს. მადლობა მარიამ.